გამარჯობა, მე ვარ საინფორმაციო ცენტრების ქსელი ჟურნალისტი გელამ თივლიშვილი. წარმოგიდგენთ მორიგ გადაცემას. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეხება ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ 2 დღის წინ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია ამ ფაქტების შესახებ, კონკრეტულად ახმეტაში რესპუბლიკური პარტიის წევრებს ავალდებულებენ პარტიის დატოვების შესახებ გააკეთონ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თვითმმართველობის ორგანოებში ვერ იმუშაობენ. მოხდა უკვე რამდენიმე ფაქტი, როცა ესეთი რესპუბლიკური პარტიის წევრები გაათავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან, ან უარი უთხრეს საჯარო სამსახურში კონკურს გავლილ პირებს დანიშვნაზე და დაიწუნეს გასაუბრებაზე. გუშინ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე მხატვრונה სამნიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ პროცესებში პირდაპირ ერევა ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნებიდან ზურაბ ზვიადაური. ჩვენ თხოვეთ ზურაბ ზვიადაურს დღევანდელ გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ მან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით უარი განაცხადა ამ გადაცემაში მონაწილეობაზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ლუიზა მუთოშვილი, რესპუბლიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ახლად არჩეული თავმჯდომარე, ასევე ლევან ბორჩაევი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ახმეტაში და ავთო ფანგანი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ახმეტის რაიონული ორგანიზაციის. ვიდრე სტუდიაში დავიწყებთ დისკუსიას, ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტმა მანანა მამაგულაშვილმა მოამზადა ამ თემაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრები პარტიული ნიშნით იდევნებიან. ამ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის ის წევრები ავრცელებენ, რომლებსაც ადგილობრივ თვითმმართველობებში ატესტაციის შემდეგ სამსახურების დატოვება მოუხდათ. ლევან ბორჩაევი 2010 წლიდან ხალაწნის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა და განაცხადიც ამავე თანამდებობაზე ჰქონდა შეტანილი. ის კონკურენტებს შორის ერთადერთია, რომელმაც ატესტაციაზე ქულათა საჭირო რაოდენობა მიიღო, თუმცა გასაუბრების შემდეგ მას თანამშრომლობაზე უარი უთხრეს. თბილისში გავიარე წარმატებით, მივიღე 40 ქულა, ესევე გავიარე გასაუბრება და ფაქტიურად კონკურენტი არ ამყავდა მე. და აი რაზე და რის გულისთვის ეგ უკვე ჩემთვის გაუგებარი არის, ერთადერთი ჩემი ის არის ვარაუდი, რომ რახან რესპუბლიკური პარტიის წევრი ვარ. ეს არის რა მოტივი, რომ არ მივიღეს სამსახურში. კონკურსი გავიარე, ავიღე 48 ქულა. და გასაუბრებაც ახლა ახალი არაფერი და უცხო იქ არ უკითხიეთ. გასაუბრებაც გავიარე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით, იმიტომ რომ მე ახლა ქართული ოცნება სულ 2 წელია რაც არის და რესპუბლიკურ პარტიაში მე დიდი ხნიდან ვარ, დაფუძნებელი ვარ ამ პარტიის და სავარაუდოდ კი არა, ზუსტად ვიცი, რომ ზუსტად ამის გამოა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური რესპუბლიკელების პარტიული ნიშნით დევნას კატეგორიულად უარყოფს. რაიმე პოლიტიკურ და პარტიულ დევნას ადგილი რო ქონიყო, ხო? ნაციფილად ჩემთან ვერ იმუშავდა 2 წლის განმავლობაში. იმიტომ ნაციფილად თავიდანაც რესპუბლიკელი იყო, ყოველთვის რესპუბლიკელი იყო. ასე რომ, აქედან გამომდინარე ეს შეკითხვაც ვფიქრობ, რომ აბსურდულია და ეს ნათქვამიც რაც ახლა იწერება, რომ ვიღაც რესპუბლიკელებს ჩვენ ვეუბნებთ ჩვენ პარტიაში გადმოდით. ხალხო, რესპუბლიკელი ქართულ ოცნებას დღეს არ აქვს მდგომარეობა, რომ ვინმეს ეხვეწებოდეს თავის პარტიაში გადმოსვლის. პირიქით, ქართულ ოცნებაში ზოგი ისეთია, რომ აქეთ წავიდეს პარტიები. ახმეტის შემთხვევაში ინფორმაცია მაქვს და ამას ხონდა ადგილი არჩევნების დროსაც ერევა მაჟორიტარი ზვიადაური ამ პროცესებში. ამას არ მალავენ ადგილზე და ღიად საუბრობენ რესპუბლიკელები. აქ არავინ არაფერს არ წყვეტს, წყვეტს პირდაპირ ჩვენი მაჟორიტარი ზვიადაური. კი, თავისთავად. ლუიზა, მინდა გკითხოთ ამ ფაქტებთან დაკავშირებით, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ლევან ბორჩაევი, ნათია კინკლაძე, ნინო ბიჩინაშვილი არ არის მხოლოდ 3 კონკრეტული ფაქტი, რომელიც აი ამ თემას ეხმიანება. რამდენადაც ვიცი, კიდევ სხვა ადამიანებიც გავიდნენ კონკურსზე, ტესტირების შედეგად მიიღეს ქულები, გამსვლელი და საკმაოდ მაღალი, მაგრამ გასაუბრებაზე მოხდა მათი დაწუნება და შესაბამისად ვერ მოხვდნენ ვაკანტურ პოზიციებზე. ცალსახად ფიქრობთ თქვენც, რომ ეს მხოლოდ პარტიული ნიშნით ხდება ამ ადამიანების შევიწროვება? თუ შესაძლებელია, რომ ნამდვილად გასაუბრებაზე ვერ აჩვენეს ის მაჩვენებელი, რომ მიიღოთ საჯარო სამსახურში ვაკანტურ ადგილზე? მოგესალმებით. მოკლედ 9 რესპუბლიკური პარტიის 9 წევრმა მიიღო ატესტაციაზე მონაწილეობა, სადაც გავიდა 7 წევრი. ამ 7-დან იყო 2 მოქმედი მოქმედი, საიდანაც ორივე გავიდა მეორე ეტაპზე 7 წევრი და 7-დან 2 იყო მოქმედი. და ან მოქმედი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა კონკურსის პერიოდში. მუშაობდნენ, მაგრამ მოხდა მათი გასაუბრების, მეორე ეტაპზე არც ისინი არ გადავიდნენ. ჩვენ ბუნებრივი არ გვჩება სხვა
თქვათ საბაბი ვიფიქროთ რატომ ხდება ამ ადამიანების დაწუნა, ხო? მაგრამ ფაქტი ერთია, რომ რესპუბლიკური პარტიის მიმართ ესეთი დამოკიდებულება არ დაწყებულა დღეს, ეს დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში. ჩვენ ყოველთვის გვესმის, რომ ამის პრობლემა არ აქვს, არც იმას ვიძახეთ, რომ ცენტრალურ დონეზე კოალიციო, ანუ თანამშრომლობის რამე პრობლემა, მაგრამ რეალურად რაც ხდება კონკრეტულად ახმეტის რაიონში, ეს არის ფაქტი და ეს იცის რა ხდება, რას უკავშირდება, რატომ არის გუშინ თქვენი პარტიის ლიდერმა ხათუნა სამლიძემ ჩამოთვალა რამდენიმე რაიონი, სადაც არის მსგავსი პრობლემები. განსაკუთრებით მან ხაზი გაუსვა ახმეტის მუნიციპალიტეტს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაასახელა, რომ ამ პროცესებში რომ პარტიის წევრებს თხოვენ განცხადებების დაწერას სამსახურიდან ის პარტიიდან წასვლის თავაზე იმის ნაცვლად რომ შეინარჩუნონ სამსახური ან დაინიშნენ ვაკანტურ თანამდებობებზე პირდაპირ ერევა მან ასე თქვა ჩვენც გვაქვს ეს ჩანაწერი და გავიდა კიდე სიუჟეტში ზურაბ ზვიადაური რატომ ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატის ასეთი დაპირისპირება თქვენთან თუ ეს ასეა ნამდვილად რა მიზეზით არის ეს გამოწვეული? ამ 5 წევრს, რომელიც ანუ 7 წევრიდან არც იმ 5-ს არ მიუღია შეთავაზება, რომელიმე თანამდებობაზე და არც ის მოქმედი 2 თანამშრომელი დარჩა იმ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ყავდათ ადგილზე კონკურენტი, შეეძლოთ თავისუფლად დაენიშნათ და მესამე ზურაბ ზვიადაურის პირადი უსიამოვნება თუ უთანხმოება და ზაქრო ქინქლაძეზე ეს პირდაპირ მოქმედებს თითოეულ რესპუბლიკაზე, რომელიც არის დღეს ახმეტაში, ახმეტის რაიონული ორგანიზაციის წევრები, რესპუბლიკური პარტიის. აქედან გამომდინარე მისი პირდაპირ ჩარევით ხდება ის, რომ არც ერთი რესპუბლიკელი არ უნდა იყოს არც საკრებულოს, არც გამგეობის და არც რომელიმე ან უთანხმოება, რომელიც ჯერ კიდევ დაიწყო საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობა ჩვენ ამ საკითხს შევეხებით. ბატონ ლევანს მინდა ვკითხო, მე რამდენადაც ვიცი, თქვენ იყავით ერთადერთი კონკურს გავლილი, ასე დავარქვათ, ხო? ანუ ტესტირების შედეგად აიღეთ საკმაოდ მაღალი ქულა, რომ გითხრათ, რამდენი ქულა აიღეთ, მე გასაუბრებაზე როგორ გახვედით, გრძნობდით თუ არა, რომ ანუ გასაუბრებაზე იგრძნობოდა, რომ თქვენი დანიშვნა არ მოხდებოდა ვაკანტურ ადგილზე, ან თავიდანვე გითხრეს, რომ პარტია დაგეტოვებინათ? 2010 წლიდან მუშაობდი ხალხის ტერიტორიულ ორგანოში, იყო რაღაც მომენტები, რომ არ სიამოვნებდათ რა. რა, ანუ აი კონკრეტულად ისე იყო, რომ აი თანამშრომლებთან, გამოუცხადი დილით სამუშაოზე და ხელფასის ასაღება წავედი ახმეტაში. თანამშრომლებს დავეთხოვე რა. ხელფასს ავიღებ, დავბრუნდები და მე თქვენ წახვალთ მეთქი. ესე იგი, ვიღაცამ ინფორმაცია მიაწოდა გამგეობაში, რომ მე რაიონში მოვდიოდი ხელფასის ასაღებად. და ამის გამო რამე პრობლემა ამის გამო ადმინისტრაციის უფროსი ამოვიდა სამსახურში და დამიწერა აქტი. აქტი რაზე? რომ სამსახურში არ ვიმყოფებოდი მე. ეს როდის მოხდა? ეს მოხდა 2013 წლის 24 დეკემბერს. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ამ დაპირისპირებას და პარტიული ნიშნით რაღაც შევიწროებას არ აქვს ეს ახალი, ანუ არ არის ახალი, ხო, როგორც ვიზამ თქვა. კი. ნუ პირადად არ უთქვიათ, მაგრამ გზნობდი, რომ რაღაცა აწუხებდათ. ახლა მე რა აწუხებდათ, თუ სიტყვიერად ვინმე არ გითხრა, ახლა ეს ეხლა კონკურსის შედეგად რატომ დაგიწყდეს? ის სანამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამთავრდებოდა თვითონ წმუნებულმა გაგვიცხადა ყველა თანამშრომელს, რომ არჩევნები ჩამომთავრდება და ყველა თავის ადგილზე იქნებით. ამ კონკურსზე არ იყო მაშინ ლაპარაკი. და ეს არჩევნები დამთავრდა, ერთადერთი დამტოვეს მე, რომელთანაც ხელშეკრულება არ დადეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგ, როცა არჩევნები ჩატარდა და ახალი თვითმმართველობის ახალი ხელისუფლება აირჩიეთ, გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი, მერე გაუფორმეს ხელშეკრულება მოვალეობის შემსრულებლებად. რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს, რამდენს გაუფორმეს და თქვენ ამაში რატომ გამოგარჩიეს? ანუ ერთი იყავით მხოლოდ? არა, მე ეს ბუნებრივია გამომარჩიეს ამ იმიდან იმაზე, რომ არ აწყობდათ რა ჩემი. ან თქვენს ტერიტორიულ ორგანოში ყველას გაუფორმეს ხელშეკრულება მოვალეობის შემსრულებლად თქვენს გარდა. თანამშრომლები იყო, სულ ყველას გაუფორმეს ხელშეკრულება ჩემს გარდა. და შევეკითხე რა, რაზე არ გამიფორმეთ მეთქი და შენ არ გიფორმებთო, პირდაპირ მითხრა, არ გიფორმებთო ხელშეკრულებას. ეკაბაიდაურმა გითხრათ. მაგრამ თუ ატესტაციას გაივლიო, მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს თქვენთან. და რა არ უთქვამს, ანუ მიზეზი არ დაუსახელებია ხელშეკრულებას, რატომ არ გიფორმებთ? არ დაუსახელებია ნამდვილად. კარგი, გაიარეთ შემდეგ კონკურსი. მე გავიარე კონკურსი ტესტირებაში 40 ქულა მივიღე თბილისში. გასაუბრებას გავიარე, ჩვეულებრივად არაფერი იქ რაღაც არ ყოფილა რა, ეგეთი რთული საკითხი, გამგეობის, დებულების ირგვლივ იყო.
ის ფოცხვერაშვილი იყო, რომელმაც დამისვა ეგეთი კითხვა, რომ აი გუბერნატორი კომისიის წევრი იყო მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი, ხო? დავით ფოცხვერაშვილი. ფოცხვერიშვილი. დიახ. დამისვა ესეთი კითხვა. გუბერნატორთან იქნება საკონსულტაციო საბჭო. სამხარეო. დიახ. და ის გამგეობიდან ვინ არიანო რა, ვინ შედიანო წევრები. და მე უპასუხე საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე და გამგებელი, ეს სამი. და მე მეკითხება, რამდენი წევრიაო სულ იქ იმ საკონსულო. ნუ ესეთი არ არის რა, არსად ის რომ ეგეთი კითხვა. ან უნარებში ხო, ესე გამო რაღაც მათემატიკური კითხვა ის რამდენიც არის, სამზე უნდა გამრავლო და ეგეთი რაღაცა რა, რაღაც ეს. ამის გამო დაგეწუნეს, ანუ წინასწარი ეტყობა რა, ეს არა, არ არის არაფერი არ უთხრა, კიდე დამისვეს ამ გამგეობის დებულებიდან შეკითხვები უპასუხე. გასაგებია. ბატონო ავთო, პარტიის წევრი ხარ, სხვა ფაქტების შესახებ თუ შეგიძლია რომ გითხრათ, რა ხდება? დღესდღეობით ახმეტის არც ერთ საჯარო სამსახურში, საკრებულოს მიერ დაფუძნებულ რაიმე ორგანოში, სადაც კანონმდებლობა ავალდებულებს ადამიანებს დაინიშნენ კონკურსის წესით, არც ერთი რესპუბლიკელი არ მუშაობს. ეს ციფრი არის 0. ეს თავისთავად არ მოსულა, ბუნებრივად არ მომხდარა ეს. ეს პრობლემები რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება რომელიმე არაუფლებამოსილი პირის მხრიდან, ამ შემთხვევაში დეპუტატის მხრიდან, რესპუბლიკური პარტიის წევრების დევნა, როგორც თქვენი პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რის შემდეგ რამ გამოიწვია ეს? მე იმიტომ რომ თქვენ ხართ კოალიციაში შემავალი პარტია, ხელისუფლებაში ხართ და მე შემიძლია ყურადღება გავამახვილო დასკვნაზე, რომელიც მე სუბიექტურად ჩამოვიყალიბდა, მაგრამ მე შემიძლია ფაქტის დავასახელო. პირველი პრეცედენტი ამ ეს ცნობილი ფაქტია და ეს ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პირველი პრეტენზია ახმეტის მაშინდელი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის წინაშე გამოთქვა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან და დავით ბერძენიშვილთან, რომ ზაქარია ქინქლაძე მის დაუკითხავად რესპუბლიკურ პარტიაში იღებს წევრებს. ანუ ზაქარია ქინქლაძეს, რომელიც იყო იმ პერიოდში რესპუბლიკური პარტიის ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ზვიადაურთან შეთანხმებით უნდა მიეღო წევრები პარტიაში? მე აქედან წეღანაც აღვნიშნე, შეიძლება ჩემი სუბიექტური დასკვნა, მაგრამ ძირითადი მიზეზი არის ყოველივე ამ დაპირისპირების ელემენტარული სიტუაციაში გაურკვევლობა და უცოდინრობა იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევდივართ კოალიციაში და ცალკე პოლიტიკური სუბიექტი ხართ. კი, ცალკე პოლიტიკური სუბიექტი ვარ და ჩემი პარტიაზე ზრუნვა არ არის რომელიმე სხვა პარტიის ან რომელიმე თანამდებობის პირის საკითხავი, ხო? საკითხავი. კი, ამაზე, რა თქმა უნდა, ადეკვატური პასუხი მიიღო ზურაბ ზვიადაურმა, მაგრამ ამისი არც გათვალისწინება მოხდა. მე ორჯერ ზედიზედ ვიღებდი მონაწილეობას კონკურსში ახმეტაში რესურს ცენტრის უფროსის ვაკანსიაზე. მე არა მარტო ახმეტის მასშტაბით, არამედ კახეთის მასშტაბით მივიღე ყველაზე მაღალი ქულა პირველ კონკურსში, როდესაც გავიარე. დაზუსტებული ინფორმაციით შემდგომ ეტაპზეც, გასაუბრების შემდგომ ეტაპზეც მოხდა ჩემზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შემდეგ პირდაპირ ჩარევის წესით მოახერხა ზურაბ ზვიადაურმა, რომ შეეცვალა და მე არ დავნიშნულიყავი და მოხდა ამ ჩემზე უარის თქმა და სად მოხდა? განათლების სამინისტროში უკვე? განათლების სამინისტროში. ან თქვენ კიდე თქვათ რომ ზურაბ ზვიადაურს იქაც მიუწოდება ხელი სამინისტროების დონეზე. ეხლა როგორ არის ზურაბ ზვიადაურმა თავისი პირით, თავის ახლობელ წრეში განაცხადა, რომ ეს იყო ის ადამიანი, რომელმაც მე შემაჩერა და მე არ მომიშვა ამ თანამდებობაზე ახმეტის რესურს ცენტრის უფროსის. არის მაქვს მეორე, ასე ვთქვათ, თვითონ ბექა ბაიდაურისგან განცხადება ჩემს მიმართ, რომ მე ვარ რესპუბლიკური პარტიის წევრი და სანამ ასეთი ციტირება იყო, რომ სანამ ჩვენ ვიქნებით რესპუბლიკელები თანამდებობაზე ვერ მოვლენენ. რას უშავებთ, ლუიზა? რაში უშლით ხელს ზვიადაურს, ბაიდაურს, რომლებიც არიან ქართული ოცნების წევრები,
რომ ასეთი შეუთავსებლობა აქვთ თქვენთან? მიზეზი რატომ ხდება ეს ყველაფერი მაინც და მაინც რესპუბლიკური პარტიის მიმართ ჩვენ ვფიქრობ მე პირადად ვფიქრობ რომ ალბათ არის დამოკიდებულება კონკრეტულად ქინქლაძის მიმართ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თავიდან მოყოლებული ბოლომდე თუ რაზე წოლების ქვეშ გვიწევდა მუშაობა ზოგადად და რა გადახდა ამ ადამიანის აქედან გამომდინარე ზაქრო ქინქლაძე მოიაზრებოდა ერთ-ერთ კანდიდატად მაჟორიტარის რაზეც დღეს არის ზურაბ ზვიადაური ფაქტია რომ ეს ამან გააღიზიანა ზურაბ ზვიადაური შესაძლო კონკურენცია შესაძლოა ამან გააღიზიანა შესაძლო ანუ კონკურენცია იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ საკმაოდ გამოცდილი ადამიანია თავის საქმეში მეორე ეს დაპირისპირება ისე ვიძახე იქიდან მოყოლებული გრძელდება დღემდე მე მაგალითად არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას ვიყავი კანდიდატი კოალიცია ქართული ოცნებიდან რესპუბლიკური პარტიიდან მაგრამ ქართულმა ოცნებამ გააკეთა ის რომ ჩემ უბანზე შემოიყვანა დამოუკიდებელი კანდიდატი იმუშავეს მთლიანად დამოუკიდებელ კანდიდატზე და ნუ ეს გავიდა კიდევ ანუ თქვენ საუბრობთ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სადაც თქვენ კენჭს იყრიდით კი მე კენჭს იყრიდი და დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით საინიციატივო ჯგუფიდან ჩაგისვეს ოღონდ ქართული ოცნების დახმარებით კონკურენტი როცა თქვენ იყავით კოალიციური წესით წარდგენილი რესპუბლიკური პარტიიდან მე ვიყავი კოალიციური წესით წარდგენილი კი რესპუბლიკური პარტიიდან ოღონდ ჩემი მოგება ან ჩემი გამარჯვება თავისთავად ნიშნავდა +1 ხმას საკრებულოს თავმჯდომარედ ზაქარია ქინქლაძეს მათ ეს გააკეთეს ყველა იმ უბანზე სადაც კენჭს იყრიდა რესპუბლიკური პარტიის წევრი მაგრამ ანუ შედეგი მიიღეს იქ სადაც შეძლეს ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩემს მაგალითზე. რომ შევეხოთ აი ნათია ქინქლაძის, ნინო ბიჩინაშვილის, ანა კვირიკაშვილის და სხვების საქმეებსაც. რამდენადაც ვიცი, თვითონ ზაქარია ქინქლაძის შვილი მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ნათია ქინქლაძე სპეციალისტის პოზიციაზე. მის სამსახურში აი შეგიძლიათ გისმენთ, აბა, ანუ მუშაობდა რომ როგორც ვიცით 4 ადამიანი კონკურსის შედეგად 3 დარჩა და მხოლოდ ნათია ქინქლაძის გაშვება მოხდა. ხაზი მინდა გაუსვა იმას რომ მოქმედი თანამშრომელი რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას კონკურსში იყო სულ 6 აქედან 2 იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი 4 იყო მე მათი პარტიული კუთვნილება ვერ არ ეს სად იღებდა ეს 6 თანამშრომელი მონაწილეობას თავი იგივე სამსახურში რომლებშიც იყვნენ მოქმედი 4-ვე მოქმედი დარჩა მიუხედავად იმისა რომ მათაც ყავდათ კონკურენტები და მათ ადგილზე იყო განაცხადები შესული მხოლოდ ნიშანდობლივად 2 და ისიც რესპუბლიკელი მოქმედი თანამშრომელი ვერ გადალახა ვინ კონკრეტულად ნინო ბიჩინაშვილმა და ნათია ქინქლაძემ და მათ მიიღეს საკმაოდ მაღალი ქულა ხო როგორც მაქვს ინფორმაცია მათ მიიღეს საკმაოდ მაღალი ქულა როგორც 48-49 როგორც ვიცი, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაუსწრო მათ მთლიანად აი ამ კონკურსის მიმდინარეობისას. მე ვიცი რომ მაგალითად ნინო ბიჩინაშვილი ხო თუ სწორად მახსოვს გვარი მის ადგილზე დაინიშნა ვინმე დიანა მუსაშვილი, რომელიც არის ზურაბ ზვიადაურის ნათლიის შვილი. იცით ამის შესახებ? მე და დიანა ვიყავით ერთად სადღაცა დაახლოებით 1-2 კვირის წინ ერთად ტრენინგებზე. ანუ კონკურსის შემდეგ ოღონდ ვიდრე შედეგები იქნებოდა ცნობილი და მან თქვა რომ იმ დღეს, როდესაც ჩვენ პირველ დღეს მივედით ადგილზე, ის მან დაიწყო მუშაობა საკრებულოში. ბუნებრივია ჩნდება კითხვა საიდან. ეს რამდენი დღით ადრე შედეგების გამოცხადებამდე? შედეგები დაიდო რამდენიც ვიცი ეხა ხო რამოდენიმე დღეა და ეს არის უკვე სადღაც 2 კვირის წინ. ანუ წინასწარი იცოდა რომ ის იყო იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზე, დღეს ბიჩინაშვილის თანამდებობაზე თუ არ ვცდები დაინიშნა. ეს ტრენინგი იყო მედიასთან ურთიერთობის და რაღაც და აქ ამ ტრენინგზე გამგეობამ გაგზავნა შესაბამისი სამსახურების სპეციალისტები და ერთადერთი, როგორც მე ვიცი, დიანა მუსაშვილი. ან დიანა მუსაშვილი იყო გამგეობის კვოტის გამგეობის წევრი, ესე მოვიდა. ესე იყო ტრენინგზე. ჯერ არ მუშაობდა, იმიტომ რომ ჯერ არ იყო ცნობილი შედეგები. მაგრამ შედეგებამდე მან უკვე იცოდა, რა სად მუშაობდა.
ყველა მათ ხელს არსებული ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული, წეღანაც თქვი რომ ორი ეს ყველა მოქმედი დაინიშნა ისევ თავის ადგილზე და მხოლოდ რესპუბლიკელები არ დაინიშნენ. ნათია ქინქლაძეს და ნინო ბიჩინაშვილის მემაზე და იქ სადაც იყო კონკურენციის გარეშე აბსოლუტურად ერთი კონკურენტიც კი არ იყო სამ ადგილზე, იქ სუმთლიანად ჩაიშალა. სადაც რესპუბლიკელები მონაწილეობდნენ. ეს იყო მიზანმიმართული და იმის, რომელიც პირველად ჩემზე გაჟღერდა, რომ რესპუბლიკელები არ იქნებოდნენ თანამდებობაზე, აი ეს ნელ-ნელა ასეთ ეტაპობრივად მივიდა და დღესდღეობით ახმეტის რაიონში არც ერთი რესპუბლიკელი არც ერთ თანამდებობას არ იკავებს. იქამდეა საქმე მისული, რომ აი ეს დაპირისპირება კი არ არის, არამედ უკვე დევნა, ცარცახად შეიძლება ითქვას, ესე გამოკვეთილად, რომ ეს არის დევნა რესპუბლიკური პარტიის წევრების. მაყურებლის შესაძლებელია, მე აქ შემიძლია მხოლოდ ფაქტობრივად. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი მოსაზრება რომ გითხრათ? ჩემ შემთხვევაში ეს ასე იყო. რა? მე გავხდი აი ზვიადაურის მხრიდან დევნის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან არც ახლონაცნობობა მაკავშირებს და არც ერთადერთი ნიშანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პარტიული კუთვნილება, ჩემი პარტიის ერთგულება. ხათუნა სამნიძემ თქვენი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე, ანუ ამ ტიპის ამ ფაქტებზე საკითხი რამდენჯერმე დასვა პოლიცსაბჭოს სხდომაზე, თუმცა ვერ მიიღო შედეგი, რის შემდეგაც გადაწყვიტა, რომ ესაუბრა საჯაროდ. ხო, ეს და აპირებს, რომ როგორც თვითონ განაცხადა, აპირებს, რომ კიდევ დასვას ეს საკითხი პოლიცსაბჭოს შეხვედრაზე. რას ელით, ანუ ფიქრობთ, რომ რამე შეიცვლება, იმიტომ რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჯერ ცოტა ადრეა, ანუ ზვიადაური ისევ რჩება მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე, თუ მას აქვს ასეთი გავლენა, რომ ყველას ხელს გიშლით და ასე გბლოკავთ პარტიული ნიშნით, რის შეცვლას ვარაუდობთ. რამდენადაც ვიცი, ანუ ეს რომ ავალდებულებენ, რომ თუ თანამდებობა უნდა ზოგიერთ მათგანს და სთავაზობენ, რომ პარტია დატოვონ. ერთ-ერთმა წევრმა დავით სიმონიშვილმა უკვე მოგმართათ განცხადებით, ხომ პარტიის დატოვების თაობაზე? კი, დავით სიმონიშვილის პარტია აქვს დატოვებული. იმიტომ რომ კონკურსი გაიარა და ელოდებოდა თანამდებობის დანიშვნას. ვაკანტურად გიზზე. ის არ აკეთებს კომენტარს, ჩვენ მას თხოვეთ, რომ კომენტარი გააკეთებინა, მაგრამ არის სულ ამ თემაზე საუბარი საერთოდ. მეც მის მაგივრად ვერ გავაკეთებდი კომენტარს. მე ვიტყოდი ერთს მარტო რომ რა თქმა უნდა თქვენ წეღან ახსენეთ, რომ იქნება თუ არა მითითება, რომ მითითება კი არა, ამას ყველაფერს არეგულირებს კანონი. თვითმმართველობა არა, ცალსახად მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულია, რომ მაჟორიტარს არავითარი უფლება არ აქვს ჩაერიოს თვითმმართველობის საქმიანობაში. მაგრამ ნუ ხედავთ, რომ ერევა, ხო, თქვენ როგორც ამბობთ? ერევა და ნუ მე მაყურებლის ყურადღება მინდა ზუსტად ამ ფაქტზე გავამახვილო. თუ იქნება ასეთი უშუალო ჩარევა და თუ ერთი ადამიანის გადასაწყვეტი იქნება, მაშინ რა საერთოდ აზრს კარგავს ის არჩევნებიც, ის ადგილობრივი თვითმმართველობაც და ყველაფერი დანარჩენი. თუ იქნება ზვიადაურის გადასაწყვეტი რა? აბსოლუტურად ყველაფერი. დღეს მართავს მთლიანად რაიონს? დღევანდელი სურათით ეს ცალსახად ასეა. როგორ ფიქრობთ აღკვეთას ლუიზა, რომ როგორც პარტიულმა წარმომადგენელმა, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხელი შეუშალოთ არაუფლებამოსილ პირებს ჩაერივნენ თვითმმართველობის საქმიანობაში? მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები მართლაც უნდა იყოს საჯარო, თუ კი პოლიცსაბჭოზე არ მოხდა შესაბამისი რეაგირება. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან აქტიურად უნდა ვისაუბროთ ამ საკითხებზე, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ერთი ადამიანის სურვილებზე წყდებოდეს საკითხები ადამიანების დანიშვნის, მოხსნის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კოალიციის წესით, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას უნდა კონდეს თანაბარი შესაძლებლობების და თანაბარი კონკურენციის პირობებში თანაცხოვრება, ასე ვთქვათ, რაც ჩვენს რეალობისგან ძალიან შორს არის. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს დარეგულირება რაღაცეების, იმიტომ რომ ფაქტი სახეზეა, რომ არც ერთი რესპუბლიკელი დღეს თავიდან მოყოლებული რაღაცა არა მარტო რესპუბლიკელები, არამედ ის ადამიანებიც კი, რომლებიც მუშაობდნენ და რესპუბლიკური პარტიის წევრებთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდათ, მათ მიმართაც კი ხდება ზეწოლები და სიტყვიერი გაფრთხილებები და ასე შემდეგ. რომ ნუ იკონტაქტებთ მათთან, თუ რა ტიპის ზეწოლა? კი, ანუ ის რომ თქვათ არ არის კარგ ტონად მიჩნეული მათთვის რესპუბლიკურ პარტიის წევრებთან
ან მეგობრობა, ან რამე სხვა სახის ურთიერთობების არსებობა. საკრებულოს წევრი ჯარაბ ხანგოშვილმა მიიღო ძალიან დიდი საყვედური პირადად ზურაბ ზუიადაურისგან, რადგან ის შარშან ჩვენს ყოველწლიურ პარტიულ შეკრებაზე იყო მოწვეული და ეს ახმეტაში თუ თბილისში? ახმეტაში, სადაც იყვნენ აბსოლუტურად სხვა წევრებიც სულ ყველა მოწვეული. მას პირდაპირ ბრალი წაუყენა, რომ ის კი არ მეგობრობს არის პარტიის წევრი და საერთოდაც და რომ იყოს ხო აი მისთვის არის ეს მიუღებელი? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ის პრეტენზიებს აყენებს სხვადასხვა პიროვნებებზე და მე რატომღაც რაღაც ნიშნით ასაბუთებს, რომ აი ეს ადამიანი როგორ დაპატიჟეთ პარტიაში, არადა ეს ფაქტებიც არის ესეთ ფაქტები, რომ არ ყოფილა იმ ადამიანების დაპატიჟება და ეს იმ ადამიანებს დებს ბრალს, რომ იყო ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები, იყვნენ კორუმპირებული. ასე თვითონაც თანამშრომლობდა ნაციონალურ მოძრაობასთან, ხო? თვითონაც თანამშრომლობდა ვიდრე პარლამენტის წევრი. ხო, ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ იყო ასეთ რამოდენიმე ფაქტის დასახელება შემიძლია მე, რომელზედაც მას ჰქონდა ასეთი პრეტენზიები. კიდევ ერთი ჯარაბ ხანგოშვილი კიდევ შემიძლია თქვა? ზეზვა გოჩილაიძე, რომელზეც ეს ვინ არის? ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს კასრისწყლის რწმუნებული იყო. შემდეგ რატომღაც ზურაბ ზუიადაურმა გამოთქვა პრეტენზია, რომ თურმე ზაქარია ქინქლაძე მას ეპატიჟებოდა პარტიაში და როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის პარტიაში დაპატიჟება და დღეობით ზეზვა გოჩილაიძე დანიშნული არის ახმეტის გამგებლის მიერ რწმუნებულად კასრის წყალში. ანუ ამას ამბობთ ხაზს უსვამთ, რომ არ უნდა ყოფილიყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. ამიტომ არა, აი ეს ფაქტი არ ყოფილა, რომ ის ვიღაცას დაეპატიჟებინა რესპუბლიკური პარტიის წევრად. მიუხედავად მაგრამ ის მაინც აპროტესტებდა. ხო, ის მაინც აპროტესტებდა და უყენებდა ძალიან ისეთ მძიმე ბრალდებებს და შემდეგ ამის შემდეგ დღეს ფაქტია, რომ მისი მეთვალყურეობის ქვეშ და იმის ქვეშ უკვე დანიშნული. კიდევ გაქვთ სხვა ასეთი ფაქტი? მაქვს ახმის მატნის დღევანდელ მოქმედ რწმუნებულზე მამუკელაშვილია მე მგონი გვარად, რომელიც მეგობრად ითვლება ზურაბ ზუიადაურისაც, რომელზედაც ასევე მას ჰქონდა პრეტენზიები, რომ ციტირებას მოვიყვან, რომ გაყიდა იმის ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და მისი ახლოს გაკარება არ შეიძლებოდა და ასე და ეს იგივე პრეტენზია ჰქონდა, არ ვიცი საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია, რომ თითქოს ის წევრიანდებოდა რესპუბლიკურ პარტიაში. დღესაც ეს ადამიანი ისევ ახმეტის გამგებლის მიერ დანიშნული არის მატნის რწმუნებულად. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური, რომელიც ზუიადაურის მეგობარია და ასევე ჩვენთან სხვა კომუნიკაციის დროს ზუიადაურმა, როცა სტატიებს ამზადებდნენ ჩვენი ჟურნალისტები და მას ეკონტაქტებოდნენ ამ საკითხზე, აღნიშნა, რომ მას თუ უნდა გათავისუფლება ნათია ქინქლაძის პრობლემას არ შექმნიდა თუ ის ჩაერევა თვითმმართველობის საქმიანობაში, მაშინ ამ 2 წლის განმავლობაში მოხდებოდა ნათია ქინქლაძის გათავისუფლება. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რაც გააკეთეს კონკურსის გზით ჩამოცილება ბუნებრივია. თუ თავენ ამით კონკურსის მექანიზმი? შეფუთვა ხდება კონკურსის მექანიზმი. აქ მოხდა უბრალოდ კანონის საკუთარ ინტერესებზე მორგება, რომელიც შესაძლოა გულისხმობთ ლევან ბორჩაევის ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა ანუ სადაც ლევან ბორჩაევის უნდა და იქ კონკურსის ჩაშლას, ქინქლაძის გაშვებას და სხვის მიღებას, ანუ კონკურსით ეს შეფუთეს ამას ამბობ? ფაქტია, რომ საკმაოდ მაღალი შეფასებები მიიღეს ატესტაციაზე. მაგრამ დაწუნვის საბაბი გახდა, ანუ მეორე ეტაპი გასაუბრებას ვერ გაასაჩივრებ, ხო? რაღაცით დაგიწონა, მიდი და გაიგე ხარით გიწონებს. ადგილობრივ დონეზე ფიქრობთ რაიმე აქტივობების და ღონისძიებების განხორციელებას, რომ ეს ზეწოლა და დევნა შეწყდეს, თუ ელოდებით პარტიის ცენტრალური ოფისიდან ხელმძღვანელობის გააწყვეტილებებს და მოქმედებებს, რომ რაღაც შეიცვალოს? მე ვფიქრობ, რომ და აუცილებელიც არის გამოყენებული იქნა სამართლებრივი გზა. მე რამდენადაც ვიცი, უკვე გამოთხოვილია დოკუმენტაცია მთლიანად კონკურსის მიმდინარეობის შესახებ. და აპირებთ გაასაჩივროთ? კი, რა თქმა უნდა, მე ჩემი სურვილი იქნება, რომ ეს ასე მოხდეს და რამდენადაც გასაგებია ეს სამართლებრივი გზით პოლიტიკური ხომ არ გაქვთ პარტიის ხელმძღვანელობიდან რაიმე ტიპის ინფორმაცია, რა იქნება კიდევ? ანუ რა მოხდება? გაიტანენ პოლიცსაბჭოზე ამ საკითხს?
პოლიცსაბჭოზე ამ საკითხის გატანა ბუნებრივია დგას დღეს წესრიგში, იქნება თუმცა რაღაცა კონკრეტული ღონისძიებები, რაც ვაპირებ ჯერჯერობით ამაზე არ არის თქვათ საუბარი. მაგრამ ბუნებრივია არ ვაპირებ დანებებას და ჩვენ ვიბრძოლებთ იმ ადგილებისთვის, იმისთვის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. კარგით. მე დავამატებდი ძალიან მოკლედ რა, ყველაფერი აბსოლუტურად მიდის ორმაგი სტანდარტით. აქ თუნდაც ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შემჩნეული იყვნენ, რაღაც ტენდერების ტენდენციურობაში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებლები, რომელთაც ზოგიერთებს ბრალიც წაეყენათ და შემდეგ ამინისტიის იმით მოეხსნათ, დღევანდელი სოფლის პროგრამები ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირ წესით მიცემული. რის თქმა გინდათ ამით? აქ მე მინდა მეორე გარემოებასაც გაუსვა ხაზი, რომ ყველაფერი ხდება რაღაც კონკრეტული ჯგუფის და კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილების შესახებ. ანუ ისევ ზვიადაურზე აკეთებთ აქცენტს? ანუ მაჟორიტარი წყვეტს სოფლის პროგრამის დონეზეც კი ვინ მიიღოს დაფინანსება ტენდერის გზით? კი, ტენდერი, ეხლა ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ამას ტენდერი არ ჭირდება. ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წყვეტენ. პირდაპირ გადაცემის და შესაძლებელია თქვენ ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია კორუფციულ გარიგებებს კონდეს ადგილი? რატომ გააკეთეთ ამაზე აქცენტი? მე ძალიან გონივრულად საეჭვოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ ეს სოფლის განვითარების პროგრამები მოხვდა იმ ადამიანებთან, რომლებიც მანამდე წინა ხელისუფლების დროს შემჩნეული იყვნენ, ზოგს როგორც ავთქვი, ბრალიც ჰქონდა წაყენებული ტენდერების გაყალბებაში, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის. გასაგებია, ჩვენ გადაცემა უნდა დავასრულოთ, სამწუხაროდ დროში შეზღუდულები ვართ, მაგრამ აუცილებლად მივაქცევთ ამ ტენდერებს ყურადღებას. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კახეთ საინფორმაციო ცენტრს უკვე გამოთხოვილი აქვს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან და კიდევ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ტენდერების საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და უახლოეს პერიოდში ამ ინფორმაციას მაყურებელს მივაწვდით. აუცილებლად მიაქციეთ საინფორმაციო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერს ყურადღება, სადაც ეს ღია ინფორმაცია და მე ამას ონლაინში შეგვიძლია გადავამოწმოთ თქვენს ასევე, რომ დღევანდელ დღეს საინფორმაციო მომსახურებაზე გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც არ აქვს ინტერნეტის მიწოდების უფლება. გასაგებია, აუცილებლად დავინტერესდებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და თანამშრომლობისთვის, რომ მზად ხართ ყოველთვის გვეწიოთ და თქვენი მოსაზრება მაყურებელს გააცნოთ. მადლობა.